მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთი საჯარო გაშლა, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, ჩაფიქრებული ადამიანის. დიდი ხანია ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაგუჩლია და ვნახოთ ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, ჩაფიქრებული პიროვნების. მოდი გავაკეთოთ ორ ვარიანტად. ეს. დაგუჭეთ თვალები. ჩაიფიქრეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი, ვიზეც გინდათ რომ მოისმინოთ ინფორმაცია და ვნახოთ მისი ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. არ დაგავიწყეთ ვიდეოს გამოწერა, უბრალოდ მოწონება და არხის გამოწერა. ვარიანტი პირველი, ფიქრი, ვარიანტი მეორე, ფიქრი. ეს პირველი, მეორე ვარიანტი, გრძნობა პირველი ვარიანტისთვის, გრძნობა მეორე ვარიანტისთვის და ამ დასტით მინდა ამოვიღო მოქმედება. მოქმედება პირველი ვარიანტისთვის და მოქმედება მეორე ვარიანტისთვის. დააკვირდით ვარიანტებს, არკანებს, შეიძლება ისედაც ინტუიციურად აირჩიოთ და ნახოთ. ფიქრი, ამეთვისტო პირველი ვარიანტისთვის და მეორე ვარიანტისთვის, ესეთი მწვანე ავანტიურინი. ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. შევხედოთ რა ხდება. ვინც ვერ მოასწარით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და რომ აირჩევთ, მერე განაგრძოთ ყურება, ხოლო ვინც უკვე აირჩიეთ, ვნახოთ რა ხდება. ფიქრი და არკანი მეტლე მოვიდა აქ. მანარაზე ფიქრი რა არის? მოგწონებაც ვნახოთ. ჩემო ძვირფასებო, აქ ეს ადამიანი ატრიალებს, იხსენებს სცენარებს თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით, ანუ ვიზუალიზაციას აკეთებს, ანუ ქალბატონი, რომელიც კამერაზე ზის და ანუ ფიქრის ნაწილში ფიქრობს კი ნამდვილად ვიზუალურად იხსენებს ყველა იმ მომენტს, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. ამავე დროს ამით ძალიან დიდ სიამოვნებასაც იღებს, შეიძლება ასე ითქვას და მოსწონს კიდეც ის ყველაფერი, რასაც იხსენებს. ანუ მისი გონება მოცულია ამ გახსენებებით, ამ წარსულით შეიძლება ითქვას, მაგრამ ნამდვილად ხართ თქვენ მის გონებაში. რაც შეეხება გრძნობას, ხო? აქ მოვიდა ცეცხლის რაინდი და გრძნობასთან დაკავშირებით აქ უფრო არის ვნება ვიდრე გრძნობა. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც მონდომებულია, რომ მივიდეს და დაიპყროს, აითვისოს, რაღაცა ესეთი სიტუაცია. ვნახოთ მოქმედება რა არის. მოქმედება არის 10-იანი კვერთხები. აქ ხა ცეცხლი პრინციპში კი მეუბნება, რომ ისედაც ანუ ცოტა აგრესიული ენერგია აქ და კვერთხებიც ზოგ სისტემაში ტაროსი არის ცეცხლი, ზოგ სისტემაში არის ჰაერის ენერგია. დავამატო მინდა 1-2 არკანი აქ მოქმედების ნაწილში ეს რას ნიშნავს? ანუ ძალით ეცდება თქვენ სივრცეში შემოჭრას, მაინც? რას ნიშნავს? მაინახე ეს 10-იანი კვერთხები დამიზუსტე. მოქმედების ნაწილში პირველ ვარიანტად. პენტაკლების ტუზი, 9-იანი თასები, 6-იანი კვერთხები. 10-იანი პენტაკლები, 7-იანი
კვერთხები, აი რაღაცა ძალის ენერგია მოდის აქ ჩემო ძვირფასებო პირველ ვარიანტთან მოქმედების ნაწილში. აი თითქოს რაღაცა თქვენ მისი შანსი ხართ, შეიძლება ესე ითქვას და ამ შანსის ხელიდან გაშვება ამ პიროვნებას არ უნდა. მოდი გრძნობაზეც დავაზუსტებ. რაღაცა უცნაურია. იცი რა, აქ შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც პარტნიორებს ანუ უკვე პარტნიორები როცა არიან და აი რაღაცნაირი მიწის დედოფალი მოვიდა აქ გრძნობასთან და 10-იანი მიწის არკანი განდეგილი. ხო, აი რას ვამბობდი, იცით? აქ ვამბობდი იმას, რომ ეს შეიძლება ეხებოდეს აი აქ ვინც ჩაიფიქრა პირველ ვარიანტში, სიტუაცია შეიძლება ეხებოდეს ისეთ პიროვნებას და ისეთი ადამიანების ურთიერთობას წყვილში, რომლებიც წარსულში იყვნენ პარტნიორები, ან მეუღლეები, ან რაღაცა ესეთი წყვილის ურთიერთობა იყო, რომელიც აი ან დაშლის პირას არის, ან რამე ესეთი მსგავსია ყოველ შემთხვევაში და ეს ადამიანი ეხლა ფიქრობს, რომ აი იხსენებს თქო წეღა რო გითხარით, შეიძლება ზუსტადაც იმას იხსენებს, რა იყო თქვენ შორის წარსულში და თითქოს ძალებს იკრებს, რომ თავიდან დაიწყოს თქვენთვის ბრძოლა ან თქვენ სივრცეში შემოღწევა. ყოველ შემთხვევაში აქ ერთი რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა არის ის, რომ თქვენზე ნამდვილად ფიქრობს და ამ სცენებს გონებაში ატრიალებს თქვენთან დაკავშირებით. აი რაც შეეხება მოქმედებას, ანუ ერთს აქაც ესევე ზუსტად ვიტყვი, რომ თქვენი გაშვება ამ ადამიანს არ უნდა. აი რას მოიმოქმედებს, აი ეს ცოტა ბუნდოვანია ჯერჯერობით. ესეთი იყო პირველი ვარიანტისთვის ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. ნახოთ მეორე ვარიანტთან, მწვანე ავანტიურიდან რა ხდება. ფიქრი. აქ მოვიდა წყლის 3-იანი. რას ფიქრობს თქვენზე? თქვენზე პრინციპში ფიქრობს იმას, რომ რაღაცნაირი ისეთი ადამიანი ხართ, სუფთა, თქვენი გზა გაქვთ არჩეული, რაღაცა თითქოს თქვენი მიმართულებით მიდიხართ. ესეთია ეს სიტუაცია, მაგრამ როგორც ადამიანს, საკმაოდ ემოციურ ადამიანთაც აღგიქვამთ, მაგრამ რაღაცნაირად მისგან ზურგ შექცევით, ანუ მისგან საწინააღმდეგოდ მიცურავთ. ნახოთ რა ხდება აქ, ხო? არკანი მზე, გრძნობა. გრძნობა აქ არის, ანუ აქ სავარაუდოდ ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თქვენზე მაქვს საუბარი, ვინც უსმენს ამას იმ კონკრეტულზე და იმ ადამიანის მიერ დანახულ თქვენ ვერსიაზე ყვები ახლა ამ გაშლას. ანუ აქაც ანუ საკუთარ თავზე ორიენტირებულ ადამიანად წარმოუდგენი ხართ, მზის არკანია ძალიან ლამაზი, სანდომიანი, მიმზიდველი, ქარიზმატული, ეშხიანი, ენერგიული, აი ესეთი ადამიანი ჩანს აქ დასტაზე, რომელსაც საკუთარი მიზნები აქვს, რაღაცნაირად საკუთარ სამყაროში დაფრინავს შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში ეს რაღაც უფრო საკუთარ სამყაროზე მიანიშნებს. ვნახოთ, მოდი დავამატოთ აქ გრძნობას მეორე ვარიანტთან. მაჩვენა უფრო კარგად გრძნობა. არკანი მაგი, არკანი 6-იანები, წყლის და 10-იანი ცეცხლის. ხო, აიცი როგორი სიტუაციაა? თითქოს აქ არის შემთხვევა გრძნობის ნაწილში, ეს ადამიანი გრძნობს, რომ თქვენ მასზე მანიპულირებთ, დომინანტი ხართ, მასზე გავლენის მოხდენა შეგიძლიათ, იწოვებთ თითქოს, თან ეთამაშებით, აი რაღაცა ესეთი განცდა აქ მეორე ვარიანტთან მიმართებაში და ამ დროს თან თითქოს აი ზურგი აქციეთ.
თან ზურგი აქციეთ, თან თითქოს ისახართ, რომ აი არ მაინტერესებს და ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა და თან ამ დროს რაღაცნაირად ეს манипуляციებიც არის თქვენი მხრიდან. მოქმედება რა არის? ხო, კვერთხების რა ინდია აქ მოქმედება? მოქმედება აქ ნამდვილად არის. ნამდვილად არის. კიდე დამიზუსტე რას ნიშნავს ეს კვერთხების რაინდი. აქ ცოტა ბრაზია ამ ადამიანის მხრიდან თქვენს მიმართ. ოთხიანი კვერთხები, ორიანი თასები და ოთხიანი თასები. კი, წყენა და ბრაზია აქ ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ თითქოს ამ ადამიანმა თქვენი სახით მეორე ნახევარი იპოვა, აი რაღაცა ესე წარმოედგინა. თუმცა ეს ან მაგალითად ვისთანაც შექმნიდა სიამოვნებით ოჯახს, შეიძლება ესე ითქვას და თქვენ ამ დროს ამ თემით თამაშობთ. აი რაღაც ესეთი ვარიანტია აქ. ანუ აქ არის ფარული წყენა, რაღაცნაირი ფარული ბრაზი, გამოუთქმელი ბრაზი, მოქმედება ამ ადამიანის მხრიდან იქნება, ნამდვილად იქნება. არც ერთ შემთხვევაში დიდად რო ვთქვა ეხლა, ხო? ну პირველ ვარიანტში უფრო მეტად, მაგრამ მაინც არა, აი არც ერთი ურთიერთობა აქ სრულად დასრულებული არ არის. მაგრამ ორივე ურთიერთობას აქ რაღაცნაირი აი გაურკვეველი მიმდინარე ეტაპი. ერთ შემთხვევაში არის აი თითქოს რაღაცნაირად დისტანცირება ჩემი მიმართულებით მივდივარ, ჩემ ცხოვრებას ვცდილობ რომ ავიწყო, აი რაღაც ესეთი სიტუაცია, საკუთარ თავზე მეტად ვორიენტირდები, მეტ აქცენტს ვაკეთებ და თითქოს რაღაც აი როგორ წარმოუდგენია, იცი ამ ადამიანს თქვენ ხელში თავი აი როგორც მარიონეტი რა, ეს გოჭი წყალში და ეს თვითონ აი რაღაცა ენის მოჩლექვით რაღაცნაირად ელაპარაკებით რა, თითქოს აი რაღაცა თქვენზე დაბალ პოზიციაში აყენებთ მეორე ვარიანტი იმ ადამიანს, ვინც ჩაიფიქრეთ და ეს მას აბრაზებს, აკნინებს, ხო? აღიზიანებს. აი რაც შეეხება პირველ ვარიანტთანაც აი როგორ არის იცით, მთლად ბოლომდე დასრულებული არც აქ არ არის ეს სიტუაცია. მოკლედ რა ვიცი, ცოტა გაურკვეველი გაშლაა, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის რო იტყვია ის ურთიერთობა, რა ურთიერთობა, ბაც ამ წუთას გავხთ და რა ვქნათ. ესეთი იყო ჩვენი საჯარო გაშლა, იმედი მაქვს რეზონირდა, იმედი მაქვს მოგეწონათ. გელოდებით ყველას კომენტარებში, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. შევხვდებით მალე დროებით.